სრულად არის ესეთი ტერმინი scapegoat. ქართულად ითარგმნება როგორც განტევების ვაცი. ეს არის ადამიანი, რომელიც ისჯება სხვისი დანაშაულის გამო. ჩემი თეორია ესეთი, რომ ნათიამ კი არ დაკარგა ტელეფონი, არამედ დაუმალეს, როგორც მეგობრული რაღაც ხუმრობა, რომლის ესკალაციაც მოხდა უნებლიეთ. ამ ხელა ამბავი რო აიწია და ტირილი დაიწყო ნათიამ ნიამ, დიახ, ნათიას დაქალმა ნიამ, ჩემი აზრით, მოიშორა ნივთ მტკიცებულებამ. და შემომტენა მე, მარტივად ხელმისაწვდომ მიამით სამიზნეს. ეს პატარა სალომეს დიდი სალი ეტყოდა ასეთ რამეს, რომ აუცილებლად დასვი კითხვები. გამოგონილი რეალობა ძალიან მარტივად შეიძლება ჩამოენგრას ადამიანს, როცა დეტალებზე გაუმახვილებ ყურადღებას. საიდან იცოდი, რომ მაგ ჯიბეებში უნდა გენახა მაინც და მაინც, სხვა ჯიბეებში რატომ არ ნახე? ეგეთი სულელი გონი ვარ, რომ სკოლაში წამოვიღებდი 2 დღის მერე? პარასკევს რო ცხარეცრემლით მოთქვამდი, ეგ დადგმული იყო თუ მართალი იყო? მე რატო არ დამკითხე მაშინვე? მე არ გეხმარებოდი ტელეფონის ძებნაში? ასე შემდეგ და ასე შემდეგ.